ვიდეოში ჩვენ ვნახეთ, როგორ უნდა შემოგვეტანა ჰორიზონტალური recycler view პროფილის page-ზე. დღეს კი ვნახავთ, როგორ შემოვიტანოთ view page-ერი და ასევე stories recycler views დავამატოთ. Home fragment-ი გვაქვს შემოტანილი, შიგნით არაფერი არ არის ჯერჯერობით, მხოლოდ ფერი არის მინიჭებული background-ზე. ვახსნათ background-ის color-ი და text views მაგივრად ჩავამატოთ view pager 2. Width-ზე და height-ზე მივანიჭოთ match parent-ები, მივანიჭოთ ID, რომელიც იქნება VP home page-ერი. პრინციპში ეს საკმარისია. და დავამატოთ ფრაგმენტები, რომლებიც გამოჩნდებიან ჩვენს view page-ში. პირველი ფრაგმენტი იქნება camera ფრაგმენტი. წავშალოთ ზედმეტები. მეორე ფრაგმენტი იქნება home main ფრაგმენტი, სადაც ჩვენი მთავარი გვერდი იქნება და გამოჩნდება ჩვენი პოსტები, წავშალოთ აქაც ზედმეტები. და მესამე ფრაგმენტი იქნება უკვე direct messages, სადაც გამოჩნდება მიმოწერები. ადაპტერების ფაილში ვხედავთ, რომ view pager-ის ადაპტერი უკვე შემოტანილი გვაქვს, სადაც უბრალოდ შეგვიძლია ჩავამატოთ ფრაგმენტები, როგორც ლისტი და ისე გამოაჩინოთ. ამიტომ პირდაპირ იგივე ადაპტერს გამოვიყენებთ ჩვენს home fragment-შიც. პირველ რიგში შემოვიტანოთ late init binding-ი. უთხრათ, რომ ეს არის ჩვენი home fragment-ის binding-ი, ანუ fragment home binding-ი. ასევე გამოცხადებულ slats უთხრათ, რომ ის ნამდვილად არის ჩვენი fragment home binding-ის slot-ი. Inflate layout inflater-ი, შემოგვა კონტეინერი და ბოლოში false-ი attached root-ზე. Return-ში კი ვწერთ binding roots, ანუ ვაბრუნებთ binding-ის roots, ანუ trian views. აქვე შემოვიტანოთ პრივატული ფუნქცია init vp, ანუ view pager-ის ინიციალიზაციისთვის საჭირო ფუნქცია. თალკე ჩავუხდოთ binding-ი with binding და გადავტვირთოთ ჩვენი onView created-ი, რომელშიც გამოვიძახებთ ამ ფუნქციას. დავამატოთ ჩვენი if-else condition-ი, რომ თუ დამატებულია if is added, მაშინ შემოგვაქვს ცვლადი ადაპტერის, რომელიც არის ჩვენს მიერ დამატებული ადაპტერი, ანუ view pager ადაპტერი. შეიძლება გავუხსნათ, შიგნით ჩავწეროთ თავისი activity სიტყვას, ამიტომ require activity as fragment activity. და მეორე, რასაც ითხოვს, ეს არის ლისტი, რომელიც იქნება ფრაგმენტების ლისტი და f ლისტი გავუწეროთ. ასევე view pager-ი გვაქვს დამატებული როგორც view და მას უნდა ვუთხრათ, რომ შენი ადაპტერი არის ჩემს მიერ შემოტანილი ადაპტერი. Home page-ზე ჩვენ შუა ფრაგმენტი გვინდა რომ გამოგვიჩნდეს პირველი. ამიტომ დავამატოთ view pager-ის current item-ი და ერთიანი ჩავუწეროთ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი გამოჩნდება ერთიანი ინდექსის მქონე ფრაგმენტი, ანუ რეალურად მეორე ფრაგმენტი და ეს იქნება ჩვენი home main ფრაგმენტი. და მეორე პარამეტრად ჩავუწეროთ false. შემოვიტანოთ ეს f ლისტი, რომელიც ჩავამატეთ, პრივატული ვალი f ლისტი და ეს უდრის list of და ჩვენი ფრაგმენტების სია ჩამოვწეროთ. პირველი ეს არის camera ფრაგმენტი, მეორე ეს არის home main ფრაგმენტი და მესამე არის direct messages ფრაგმენტი. გადავიდეთ home main ფრაგმენტში, background-ი გავუწეროთ რაიმე ფერი, სურათი არა იქნება. background color-ში. ეს არის შუა ფრაგმენტი, ამიტომ განსხვავების ანახავად მარტივი არის და გავუშვათ ჩვენი აპლიკაცია, ვნახოთ როგორ გამოჩნდება ჩვენი view pager-ი home page-ზე. view pager-ი დამატებულია და შეგვიძლია უკვე გადავიდეთ recycler views დამატებაზე. ჩვენ ვიცით, რომ home page-ში პირველი ჩანს store-ების recycler view, რომელიც ჰორიზონტალურად არის განლაგებული. გავუწეროთ width-ი, გავუწეროთ height-ი, გავუწეროთ list item-ი, რომელიც იქნება ჩვენი item story და ასევე გავუწეროთ item count-ი, რომელიც იქნება 1, რომ ჰორიზონტალურად მაინც 1-ის სიმაღლე გამოჩნდება, ამიტომ საკმარისია. მოვუშალოთ background-ი და ასევე გავუწეროთ ჩვენი constraint-ები top to top of parent, start to start of parent, end to end of parent. გავუწეროთ თავისი ID, რომელიც იქნება home recycler view on RV home.
და გადავიდეთ თვითონ ფრაგმენტში, რომ ინიციალიზაცია მოვახდინოთ. პირველ რიგში შემოვიტანოთ binding-ი, latent var binding, ეს არის home main, არა, fragment home main binding-ი. Binding-ი არის fragment home main binding. Certainly inflate layout inflator container false. But return-ში binding root. კეთილშონი მოუშალოთ. გადავტვირთოთ on view created-ი, რომელშიც გამოვიძახებთ init rvs, ეს იქნება recycler view-ს ინიციალიზაციისთვის პრივატული ფუნქცია, ჩავურთოთ binding-ი, binding with binding. შემოვიტანოთ ასევე latent-ით ჩვენი recycler view-ს ადაპტერი, rv adapter, ეს არის recycler view-ს ადაპტერი, რომელსაც ქვია story, რა ქვია? rv story adapteri და უკვე უთხრათ რომ rv adapteri ეს ნამდვილად არის rv story adapteri ჩემს მიერ შექმნილი. ეს ფშხილებში მოითხოვს უკვე show add buttons და ამ შემთხვევაში true ჩავუწერთ თუ პროფილში false გვიწერია აქ უკვე true დავწერთ. rv home-ის adapteri ანუ views adapteri ნამდვილად არის ჩემს მიერ შემოტანილი adapteri. ასევე გავუწეროთ რომ ჰორიზონტალურად არის განლაგებული, linear layout manager-ი არის პირველ რიგში require context, შემდეგ linear layout manager-ი ჰორიზონტალი და ბოლოში false რომ მარცხენა მარჯვნივ დაიწყოს სიარული. უბრალოდ გამოჩენა და list-ი გჭირდება. ამიტომ შემოვიტანოთ list-ი value რაღაც პრინციპში list rv დავარქვათ, ეს იქნება list of stories ტიპის list-ი იქნება. stories მოეთხოვება რამდენიმე პარამეტრი, პირველი ეს არის story image, მეორე არის story text-ი. მოდი რაღაც პროფილიდან გადმოვიტანოთ იგივე სურათი, ერთი. უბრალოდ ლინკი სურათის, რომელიც გადმოვაკოპირებ, წამოვიღებ ჩვენთან, ჩავსვავ. და ტექსტს რაც შეეხება, ახლა ტექსტში უნდა ჩაიწეროს რაღაც user-ის username-ი. ამიტომ ჩავწეროთ თქვათ ესეთი username-ი. და მძიმე გამომრჩა, ამიტომ დუპლიკაცია კარგად არ მოხდა, მძიმე დავწეროთ და დუპლიკაცია მოვახდინოთ, რომ რამდენიმე ერთნაირი აიტემი გამოჩნდეს. და საბოლოოდ ეს ლისტი უკვე ჩავუწეროთ ჩვენს ადაპტერს, ანუ ჩვენს ადაპტერს rv adapter წერტილი submit list და ჩავუსვათ ლისტი. შეგვიძლია გავუშვათ და ვნახოთ. ოკეი, ასე გამოიყურება ჩვენი recycler view, მარჯვენა მხარეს გვაქვს ერთი ფრაგმენტი, მარცხენა მხარეს მეორე, შუაში კი გვაქვს ჩვენი recycler view.